ექიმებში დღეს გაიგეთ ყველაფერი ძვლების ყველაზე გავრცელებული დაავადების შესახებ. ყურადღებით და ფრთხილად ამ დაავადებასთან. გახლავთ ძალიან მძიმე დაავადება. გაიგეთ, რატომ ვიკლებთ სიმაღლეში? დაიმედე და მე რო დაპატარავდი ხა კიდე რაღა დაპატარავ. და რატომ გვემართება უეცარი მოტეხილობები? საკვები და მედიკამენტები, რომლებიც ოსტეოპოროზისგან დაგიცავთ. ბროკოლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო. როგორ გავუმკლავდეთ ფეხის ცერათიძე ძვლის დეფორმაციას და პათოლოგიურ ზრდას? დამწყეს პრობლემა დაახლოებით 1 წლის წინ. ექიმები იწყება. გამარჯობა, ეს არის გადაცემა ექიმები და როგორც ყოველთვის მე ნინო დათო და ლევანი ვისაუბრებთ თქვენთვის საინტერესო სამედიცინო თემებზე. დღეს ჩვენ საუბრობთ დაავადებაზე, რომელიც ყოველ მესამე ქალს და ყოველ მეხუთე მამაკაცს აუცილებლად დაემართება მას შემდეგ, რაც შუახნის ასაკს გადააბიჭებს. ეს არის ოსტეოპოროზი, ძვლების ყველაზე გავრცელებული დაავადება. დადგენილია, რომ 45 წლის ასაკის ზემოთ ქალბატონები ოსტეოპოროზის გამო უფრო ხშირად ხვდებიან საავადმყოფოში, ვიდრე ნებისმიერი სხვა მიზეზის გამო, როგორც არის თქვა გულისისშებიური დაავადება ან დიაბეტი. მიუხედავად იმისა, რომ ოსტეოპოროზი ძალიან გავრცელებული დაავადებაა, შესაძლოა ძალიან ბევრმა არ იცოდეს საერთოდ რაზეა საუბარი. და კიდევ უფრო მეტი ადამიანი არსებობს, რომელსაც გონია, რომ ოსტეოპოროზი არ აქვს და სინამდვილეში ცდება. მოკლედ, ყურადღებით იყავით, ჩვენ აგიხსნით ამ დაავადების სარს და გეტყვით, როგორ არ უნდა გამოგჩეთ მხედველობიდან მისი არსებობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხშირად ეს დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს ხოლმე, ამიტომ მას ჩუმ დაავადებასაც ეძახიან. იმ შემთხვევაში, როდესაც სიმპტომები მაინც გამოვლინდება, მას უბრალოდ სიბერეს მიაწერენ ხოლმე და ექიმთან არც კი მიდიან. თუ ყავთ ბებიები და ბაბუები, ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ასაკის მატებასთან ერთად ისინი წელში იხრებიან და სიმაღლეში იკლებენ. ეს სიბერე არ არის, ეს ოსტეოპოროზია. ნინო, წელში მოხდა და სიმაღლეში კლება ყველაზე ცუდი სცენარი არ არის, საქმე ის არის, რომ ამ დაავადებას ახასიათებს უეცარი მოტეხილობები, ანუ პათოლოგიური მოტეხილობები. კარგი ამბავი ამ ყველაფერში კი ის არის, რომ თქვენ ამ დაავადების კონტროლის და ხშირ შემთხვევაში მისი სრული პრევენციაც შეგიძლიათ. დღეს ექიმები გასწავლით თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს. მანამდე კი გავიგოთ რა იცის ხალხმა ოსტეოპოროზის შესახებ. ოსტეოპოროზი არის სულის დაავადება. რაც ხერხემლიდან იწყება მგონი და შემდეგ მოტეხილობებს იწვევს და რაღაც ამბავი. ოსტეოპოროზი? ოსტეოპოროზი. არა. ოსტეოპოროზი ტვინი რო არ გაქვს. ფილტრთან დაკავშირებულია ალბათ, ხო? ძვლის დაავადება, რაღაც როცა კალციუმის ნაკლებობა. სახსრებთან დაკავშირებით არის რაღაცა. ჯერ არ მჭირს და კარგად არ ვიცი. როცა დამემართება მეწოდინება. ძვლების დაავადება არის, მე მგონი. არა? არა, ნამდვილად არა. არა ვარ პროფესიონალი. არა. როგორ არის? ოსტეოხონდროზი და ოსტეოპოროზი, მე მგონი მე მაქვს. არა, ოსტეოპოროზი არ ვიცი ნამდვილად რა არის. ყველაზე ცოტა ცოდნა მაქვს მაგითი. განსაკვირია, რომ დაავადება ესეთი გავრცელებულია და სინამდვილეში საზოგადოება მაინც არ იცის ბევრი რამ მის შესახებ. საინტერესოა ჩვენი სტუმარი რამდენად არის ინფორმირებული ამის შესახებ. მოდი მას პირადად ვკითხოთ, მაშასე ყველასათვის ძალიან საყვარელი მსახიობი ქალბატონი ნანული სარაჯიშვილი. გამარჯობა. მოგესალმებით. მოგესალმებით. გვიხარია, ძალიან გვიხარია ჩვენც და სტუდიასაც და ტელემაყურებელსაც, რომ ჩვენთან მოხვედით ესეთი ძალიან ცნობილი მსახიობი. მე მაგალითად ძალიან მიხარია. პირველ რიგში დაგესწრებ წყალს და მირთვით წყალი. მე ძალიან მიხარია. და დავასწრო გადასარევად გამოიყურებით ქალბატონ ნანული. აი რა კარგია, მე მეგონა როგორც ხანდაზმულს ისე დამიძახ. არა, როგორ მიყადრებოდ. არა. ქალბატონ ნანული, გვითხარით თუ გსმენიათ საერთოდ რაიმე ოსტეოპოროზის შესახებ. როგორ არ მსმენია? ძალიან კარგი. აუზე დავდივარ და რამოდენიმეჯერ იქ გამეკვანდა რაღაცა და წავედი გამოკვლევა გავიკეთებ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ისეთი საგანგაშო არაფერი გაქვს. ძალიან კარგი. ქალბატონ ნანული, მოდით მაყურებელს ერთად დავუხსნათ უფრო გასაგებ ენაზე რა არის ოსტეოპოროზი. წამომყევით. უნდა გაგაცნოთ ჩვენი გადაცემის ერთი სტუმარი კიდევ. აი ეს ლამაზი ჩონჩხი. რომელიც დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ ნამდვილი არ არის და მულაჟია. ეს ჩონჩხი წარმოადგენს ადამიანის ძოვანი სტრუქტურის ერთობლიობას. ეს არის ის, რასაც მთელი ჩვენი სხეული ეყრდნობა. როდესაც ადამიანს ემართება ოსტეოპოროზი, მის ძვლებს გარეგნულად არაფერი ეტყობა, მაგრამ შინაგანად თვითონ ძვლის სტრუქტურა იფიტება, თხელდება.
უჩნდება ნასვრეტების მსგავსი ღრმულები, რაც ძვალს ძალიან ასუსტებს და ის ძალიან მსხვერპლად ხდება. შესაბამისად, არც თუ ისე იშვიათია, როდესაც ოსტეოპოროზით დაზიანებული ძვალი ძალიან მარტივად შეიძლება გატყდეს. კოტე, ძვლის სტრუქტურას უფრო თვალსაჩინოთ ეკრანზე გაჩვენებთ, აი შეხედეთ, როგორ გამოიყურება ჯანმრთელი ძვლის სტრუქტურა, ხოლო მასთან შედარებით როგორი შეთხელებულია ასაკიანი ადამიანის ძვლის სტრუქტურა. ვიზუალურად ნამდვილად ძალიან კარგად ჩანს განსხვავება ამ ორ სტრუქტურას შორის. მადლობა ნინო, სწორედ მაგ გათხელებული ძვლის სტრუქტურის გამო ყველაზე ხშირად ოსტეოპოროზის დროს მოტეხილობები აღინიშნება აი აქ ბარძაყის ძვლებში. თვლია რომ ყოველწლიურად მსოფლიოში ბარძაყის მოტეხილობის დიაგნოზით 1.600.000 ადამიანი ხვდება სტაციონარში და 2050 წლისთვის ვარაუდობენ რომ შესაძლებელია ეს მაჩვენებელი გაიზარდოს 6 მილიონამდე. ასე რომ მოუფრთხილდით თქვენს ბარძაყის ძვალს. კიდევ ხშირია მაჯიზულების მოტეხილობა, ძალიან ხშირია კიდევ ხერხემლის დაზიანება, ანუ ხერხემლის სხვადასხვა სეგმენტის მოტეხილობა. ესე ზუსტად ოსტეოპოროზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ეს ძვლები შეიძლება დაავადებულ ადამიანს მოსწყდეს ყოველგვარი ფიზიკური ზეწოლის ან აგრესიის გარეშე, უმიზეზოდ, ან ისეთ სუსტ ფიზიკურ დატვირთვაზე, როგორც გაგეცინებათ ალბათ და დაცემინებაა. აღარ დავაცემინებ არასდროს. კოტე, ძალიან გაუშინაურდი შენ მაგჩონს და ფრთხილად იყავი, კაი ბიჭის და დაბრუნდი ახლა აქეთ უსვავს ხელებს წინ და უკან. ეგ არ ვიცოდი, ამიტომ ცოტა ადრე გეთქვა, ახლა შევეშვებით და დავბრუნდებით. კაპიტანანული, მადლობა. დაბრძანდით და გავაგრძელოთ ჩვენი საინტერესო საუბარი და დიდი მადლობა საქართველოს უნივერსიტეტს აი ამ მშვენიერი არსების თხოვებისათვის. კოტე მოკლა გუშინებთ, ნახეთ ყველაზე სარისკოა ბარძაყის ყელის არეში მოტეხილობა იმ ადგილს, სადაც ხშირად ხდება ხოლმე გადატეხვა, ქვია ბარძაყის ყელი. თქვენ რა ადგილზე ქონდათ ჩივილები, რა პრობლემა ქონდათ? რატო გადაწყვიტეთ რომ ისულიყავით ექიმთან? სად გრძნობდით დისკომფორტს რომელ ნაწილში? კოჩთან, ქვევით. კოჭწვივის სახსრის მიდამოში ქონდათ და გაიკეთეთ გამოკვლევა. აი თქვი რომ აი აუში დამემართა, მე რაც გამეკვანძა ფეხი, ახლა ისეთი ის კი არ ქონდა, მაგრამ აი ჩემი. თქვენს ახლობლებში თუ ქონია ვინმეს აი სანაცნობო წრეში უთქვამს დაუჩივლია ვინმეს რომ აი მოვიტეხე რაღაც ოსტეოპოროზი მაქვს. როგორ არა, აი მაგალითად ჩემ მეგობარს თუ აი არაფერი არც დავარდიო, არც არაფერი, უბრალოდ თუ აი ესე ნაგოთ. ალბათ დაცემინა, ხო. ზუსტად ამაშია ამ დაავადების ვერაგობა, ამიტომ ქვია ჩუმი დაავადება, რომ შეიძლება ადამიანს არანაირ სიმპტომს, არანაირ გამოვლინებას არ გრძნობდეს და უცებ აღმოჩნდეს მოტეხილობით კლინიკაში, რომლის მიზეზი სინამდვილეში იქნება ოსტეოპოროზული დაზიანება ძვლის. ადამიანის ორგანიზმში ძვლის განახლების პროცესი მუდმივად მიმდინარეობს, ძველი ძვლის რაღაც ნაწილი შთაინთქმება და მის ადგილს დაიკავებს ახალი ქსოვილი. შემიძლია ეს ყველაფერი გრაფიკულად გაჩვენოთ, სადაც ეს მონაცვლეობის პროცესი კარგად ჩანს და შევძლებთ დავინახოთ რა ხდება ძვლის შიგნით. ოსტეოპოროზი ჩნდება მაშინ, როდესაც სხეულის სხვადასხვა მიზეზის გამო ვეღარ შექმნის ამ ახალ ქსოვილებს, ან როდესაც ძველი ძვლის სეგმენტის დიდი რაოდენობით შთანთქმა მოხდება. ნორმალურ ჯანმრთელ ძვალში ხდება შემდეგნაირად: ოსტეოკლასტი, ანუ ძვლის დიდი მრავალბირთვიანი უჯრედი შთანთქავს ძვლის ძველ ქსოვილს და ოსტეობლასტი ამ შემთხვევაში ხელახლა შეავსებს წარმოქმნილ სიცარიელეს ახალი ჯანმრთელი ქსოვილით. ამ პროცესის მიმდინარეობაში ჩვენი ორგანიზმი გამოიყენებს კალციუმს და ფოსფატებს ძლიერი ძვლების ასაშენებლად. ეს ხდება ჩვენს ახალგაზრდობაში, ხოლო თუ კი კალციუმის მიღება საკმარისი რაოდენობით არ ხდება, ან თუ ჩვენი სხეული საკვების რაციონიდან საჭირო რაოდენობით ვერ ითვისებს მას, მაშინ ახალი ძვლის წარმოქმნა შეიძლება შეფერხდეს და არსებული ძვლის ქსოვილები კი შესაძლოა დაზიანდეს. ამის შედეგად ძვლები ხდება ნაკლებად მკვრივი და ადვილად გადატყდება. რეალურად, როგორც კოტემ უკვე აღნიშნა, ოსტეოპოროზით დაავადებულ ადამიანებს ძვლის გაბზარვა ან მოტეხილობა ძალზედ მსუბუქი მცირე დატვირთვის შედეგადაც კი შეიძლება დაემართათ. მე მგონი ჩვენს მაყურებელსაც და ქალბატონანულსაც გარკვეული წარმოდგენა შეექმნათ დაავადების არსზე, მე მგონი ესეა ხო ქალბატონანული? დიახ. მე თქვენ მოგიმზადეთ სპეციალური ანკეტა იმის გასარკვევად ხარ თუ არა ამ დაავადების რისკ ჯგუფში. თუ წინააღმდეგი არ ხარ, დაგესვამთ ამ შეკითხვებს, შევავსოთ ეს ანკეტა და გეტყვით რამდენად ხართ რისკ ჯგუფის ქვეშ. ეს საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვისაც, იმიტომ რომ მათაც შეუძლიათ იგივე შეკითხვები საკუთარ თავს დაუსვათ და გაარკვიონ არიან თუ არა ამა თუ იმ დაავადების რისკ ჯგუფში, ამ შემთხვევაში ოსტეოპოროზის. ჩვენ ექიმები ვართ და ამიტომ ზოგჯერ გვიწევს ხოლმე ცოტა უხერხული შეკითხვების დასმა. არა, რამდენი წლის ახარ არ მკითხო. დაახლოებით რამდენი წლის ხართ მაშინ ესე გეტყვით? რაიმე ხარ თუ არა 50 წელს ზემოთ. კი, ვარ. 60 ვარ. ჩვენ ზუსტ ასაკს არ გავუმხელთ მაყურებელს, მაგრამ თქვათ რომ 50 წელზე მეტის ხართ, ამიტომ ამ გრაფაში დაგისვამთ პლუს. საქმე ის არის, რომ ჩვენი ძვლების სიმტკიცე თავის მაქსიმუმს აღწევს დაახლოებით 30 წლის ასაკში და ამის შემდეგ უკვე ხდება ჩვენი ძვლების თანდათანობით შესუსტება. აი შეხედეთ გრაფიკას კვლავ, როგორც ლევანმა თქვა, 30 წლის ასაკში ხდება მაქსიმალურად გამკრევება ძვლების, სრული ჩამოყალიბება მათი, ეს კარგად ჩანს ამ გრაფიკაზე, ხოლო შემდგომში, როდესაც 50-60 წლის
გასაგს მიაღწევს ადამიანი, ძვლის სტრუქტურა კალციუმისგან საგრძნობლად იცლება. ეს მნიშვნელოვნად, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია მენოპაუზასთან ქალების შემთხვევაში. ასე რომ, ქალებისთვის ოსტეოპოროზის დაწყების ასაკი საშუალოდ არის 50 წლის ზემოთ. ამიტომ კითხეთ და შეგიტანეთ რისკ ჯგუფში შემთხვევაში. დაუბრუნდეთ ჩვენ ანკეტას, მეორე ასეთი რისკ ფაქტორი ეს არის ადამიანის სქესი. ქალებს 4-ჯერ მეტი რისკი აქვთ იმისი, რომ ოსტეოპოროზი დაემართოთ, ვიდრე მამაკაცებს. შეგვიძლია რომ გრაფიკა გაჩვენოთ. ამის მიზეზი ბევრ სხვა მიზეზთან ერთად ისიც არის, რომ ქალებს უფრო თხელი ძვლები აქვთ ბუნებრივია მამაკაცთან შედარებით და ქალებისთვის ამ დაავადების განვითარება იწყება 50 წლის ასაკიდან, მამაკაცებისთვის კი ეს ასაკი არის 65 წელი საშუალოდ. ანუ მამაკაცებს ცოტა უფრო კარგად გვაქვს საქმე, 15 წლით მეტი შეღავათი გვაქვს. საერთოდ კი. ანუ მეორე კითხვაშიც პლუსი უნდა დაგისვათ. მიზეზი ეს არის ძვლის სტრუქტურა და სხეულის წონა. გამხდართ ხელძვლიან ადამიანებს, რომ ადვილად ერევა, ასე ვთქვათ, ოსტეოპოროზი, ამიტომ იძულებული ვარ აქაც პლუსი დაგიწეროთ, იმიტომ რომ ჭარბი წონა ნამდვილად არ გაწუხებთ და მშვენივრად გამოიყურებით, ჩვენიერ ფორმაში ხართ. ეს უკვე მესამე პლუსია და შემდეგი გახლავთ გენეტიკა. თქვენს ოჯახში ვინმეს ჰქონდა ან აქვს თუ არა ოსტეოპოროზი? ვაიმე, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არა. ეხლა მე დედმამა აღარ მყავს სამწუხაროდ, მაგრამ არ ქონდათ ამის პრობლემა, ასე ვთქვათ. ძალიან კარგი, აქ მინუს დაგიწერთ მაშინ და ბოლო მეხუთე შეკითხვა. ესეც ისეთი შეკითხვაა, რომ არ უყვართ ხოლმე ამ შეკითხვის დასმა. სიგარეტს თუ ეწევით? ვეწევი. რატო? რავი, ცუდი გოგო ვარ, ცუდი. საქმე ის გახლავთ, რომ სიგარეტი და ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება ძალიან განსაკუთრებით სიგარეტზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ძალიან გამოფიტავს ცულებს და მათი აი პათოლოგიური მოტეხილობის რისკს, რომელზეც კოტე და დათო გველაპარაკებოდა, ასეთი მოტეხილობის რისკი ძალიან იზრდება, ამიტომ გირჩევთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაანებოთ სიგარეტის მოწევას თავად. აი აქედან რო წავალ, პირობას გაძლევთ, რომ დავანებებ. ეხლა ისეთი რაღაცები მითხარით. ჩვენი დარბაზი გამხნევებთ, სხვა გზა არ გაქვთ, უკვე საჯაროდ დადებული პირობა გაქვთ თქვენ და იმედი მაქვს, რომ ბევრი მოგვაძავთ კიდე ამ. ზოგჯერ ამბობენ ხოლმე, რომ აი განს თქვენ არ გეხებათ, რა თქმა უნდა, მაგრამ ასაკოვანი ადამიანები ზოგჯერ ამბობენ ხოლმე, რომ რაღა დროს ჩემი სიგარეტის დაანებება არის, 40 წელია ვეწევი, 50 წელია ვეწევი, არასდროს არ არის გვიანს მოწევის თავის დაანებება, არასდროს. რაც უფრო მალე დაანებებთ, უკეთესია. ეს ოსტეოპოროზი ერთ-ერთია კიდე იმ უამრავი მკვლელი დაავადებიდან, რომელიც სიგარეტმა შეიძლება მოიტანოს. მოკლედ, რო შევაჯამოთ ქალბატონ ნანული თქვენი მდგომარეობა, 5 შეკითხვიდან თქვენ გაქვს 4-ზე გაქვთ დადებითი პასუხი, 1-ზე გაქვთ უარყოფითი, რაც ნიშნავს, რომ თქვენ ოსტეოპოროზის რისკ ჯგუფში ხართ და ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ. თუ როგორ უნდა იყოთ ყურადღებით, ამასთან დაკავშირებით რჩევებს გადაცემის შემდეგ ნაწილს შეკეთებთ. ახლა ალბათ დაინტერესდით იმით, თუ როგორ მიხვდეთ ჭირთ თუ არა ოსტეოპოროზი, ანუ ძვლების გამოფიტვა. საქმე ის არის, რომ ამ დაავადებას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სიმპტომები არ აქვს. ძვლების გაბზარვამაც კი შეიძლება არანაირი ტკივილი ანუ სიმპტომი არ გამოიწვიოს, ამიტომ აუცილებელი არის ასაკთან ერთად მივიდეთ ექიმთან და შევამოწმოთ ჩვენი სხეულის ძვლოვანი სტრუქტურა. თუ როგორ მოახდენს ექიმი ამ ყველაფრის შემოწმებას, ამას გადაცემის მეორე ნაწილში ვნახავთ. ძალიან კარგია ქალბატონ ნანული, თქვენ უკვე ერთხელ ყოფილხართ ექიმთან, თუმცა გირჩევთ აუცილებლად რომ გადაამოწმოთ და კიდევ ერთხელ მიმართოთ ექიმს. თუმცა უკვე ჩამოყალიბებულ დაავადებას, რა თქმა უნდა, აქვს სიმპტომები, როგორც ყველა სხვა დაავადებას. პირველი ეს არის ზურგის ტკივილი, თუმცა რა თქმა უნდა, ხერხებლის სხვა დაავადებების მანიშნებელიც იყოს და აუცილებლად ოსტეოპოროზს ნუ დავაბრალებთ. მეორე ეს არის სიმაღლეში კლება, აი სწორედ ასაკში, როდესაც ჩივიან ხოლმე აი დავპატარავდი მოხუცებისგან გაგვიგე. მე რო დავპატარავდი. ეს არის სწორედ იმის გამო, რომ ოსტეოპოროზის გამო ხერხემალი, ესე ვთქვათ, მოკლდება. მესამე ეს არის რასაკვირველია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხშირი მოტეხილობები, ესე ეგრეთ წოდებული პათოლოგიური მოტეხილობები, რომლებიც არ არის დაკავშირებული არანაირ ძიმე ფიზიკურ დატვირთვასთან. ყველაზე საინტერესო ამ შემთხვევაში არის, რომ ხშირად გონიათ, რომ მოხუცები ადამიანი და ადვილად უნდა დაეცეს და რა თქმა უნდა, თუ დაეცა მოტეხილობას დაემართება. მაგრამ სინამდვილეში მინდა ვთქვა ხაზგასმის, რომ ძალიან დიდ შემთხვევაში ხდება პირიქით. ჯერ ხდება ძვლის გატეხვა და შემდეგ ხდება ამ ადამიანის ძირს დაცემა. მე მგონი უკვე საკმარისი ინფორმაცია მივიღეთ ოსტეოპოროზთან დაკავშირებით. მოდი ახლა ჩვენ აუდიტორიას ვთხოვოთ საქმეში ჩართვა, ვთხოვოთ მოიმარჯვოთ თქვენი ნიშნულები. შეკითხვა ასეთია: მითია თუ რეალობა, რომ ოსტეოპოროზი ასაკის მატებასთან ერთად ბუნებრივი მოვლენაა? ანუ თვლით თუ არა, რომ ოსტეოპოროზი მეტნაკლები ხარისხით ყველას ემართება? თითქმის მთელი დარბაზი თვლის, რომ ეს რეალობაა. სინამდვილეში ეს მითია, იმიტომ რომ ოსტეოპოროზი არ არის ბუნებრივი მოვლენა, ეს პათოლოგიური მოვლენა არის, ეს დაავადებაა და მას მკურნალობა ჭირდება. აუცილებელი არ არის, რა თქმა უნდა, რომ ყველას დაემართოს. მით უმეტეს ასაკში დაემართოს ყველას, ეს არ არის აუცილებელი. ასაკის მატებასთან ერთად ძვლის სიმტკიცე რა თქმა უნდა იკლებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას უნდა განუვითარდეს ოსტეოპოროზი. ზუსტად აი ამ მითის გამო, რომ ექიმთან არ მიდიან ხოლმე, ბუნებრივია ახლა ასაკში ვარ, უნდა მქონდეს ეს დაავადება და არიან ესე მშვიდად. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ოსტეოპოროზის მკურნალობა აუცილებელი და საჭიროა ასევე. საერთოდ მიყვარს ხოლმე ეს გამოკვლევები და რაღაცები. ძალიან კარგი გამოკვლევები რო გიყვართ, ეს უკვე კარგი. დამცინია ხოლმე, რომ რაღაცა
ცხენია. სხვათაშორის ჩვენთან სტუმრები მისმოდიან, ყველა აღიარებს ხოლმე, რომ ექიმებთან არ უყვართ მისვლა, გამოკვლევებს არ იტარებენ და თქვენ კიდე პირიქით მისაბაძი მაგალითი ხართ საზოგადოებისთვის. დიდი მადლობა. მოდი უთხრათ მაყურებელს თუ რა უნდა გააკეთოთ, რომ არ განვითარდეს ეს დაავადება, ანუ ოსტეოპოროზი. ოსტეოპოროზის პრევენცია, რა თქმა უნდა, ყველა შეუძლია ცხოვრების წესის მარტივი ცვლილებების შეტანით. პირველი და საუკეთესო პრევენცია ამ შემთხვევაში გახლავთ ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა. რასაც ვაკეთებ. გადასარევი. საერთოდ ფიზიკურად აქტიური ვარ, ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე თან სულ რეპეტიციებია, სულ რაღაცებია, იქ დატვირთვა, იქ ცეკვა, რაღაცა ისე. აპლოდისმენტებზე უნდა შევახსენოთ ეხმარება ადამიანს ჯანმრთელობის ენერგიულობა. საერთოდ რეკომენდებულია, რომ ყოველ დღე ადამიანმა ნახევარი საათი დაახლოებით დაუთმოს ვარჯიშს, რომ ძვლები გაიმაგროს და ოსტეოპოროზი თავიდან აირიდოს. ყველაზე კარგი ვარჯიში ამ მხრივ არის სიმძიმეების აწევა, რა თქმა უნდა, მცირე წონაზეა ლაპარაკი აქ და არა დიდი შტანგების აწევაზე და ოლიმპიური რეკორდების დამყარებას. მცირე წონებით დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ვარჯიში საკმაოდ გააძლიერებს და გაამაგრებს თქვენ ძვლებს. ხათაშორის დიასახლისების გასახარად მინდა ვთქვა, რომ ბაზრიდან გარკვეული ტვირთის წამოღება ან ბავშვის აყვანა, კიბის ავლა ეს ვარჯიშად ითვლება. ამ შემთხვევაში ასევე ეფექტიანია ცურვა, როგორც ქალბატონმა ნანული ბრძანა, აერობიკა, წყლის აერობიკა, ცეკვა, იოგა. ძალიან სწორად იქცევით და სავარაუდოდ არც კი გემუქრებათ ეს დაავადება, ასე რომ ჩვენც მშვიდად ვიქნებით და თქვენც მშვიდად იყავით. სხვათაშორის ეგან რომ ჩანთების აწევა რო ახსენა, თქვენი გმირის გამახსენდა კადრი გარიგებიდან ფილმიდან მარო ხო? აი თქვენ წარმოიდგინეთ, რომ აი ბლოკები როა, ბლოკები, აი ეს ხო გადმო მაქვს მე და საერთოდ ამას კინოში აკეთებენ ვითომარი, ნუ ესეთი ხო, რაღაც ეს ნამდვილი სამშენებლო იყო არ ეს ნამდვილად ვათრიე მე. თქვენი რეჟისორი როდიდან ზრუნავდა თქვენს ოსტეოპოროზის არ განვითარებაზე ხდებით ხო? ხო, ჩემზე ზრუნავდა. ის კარგი ის რომ გამოსულიყო ფილმი, იმიტომ ზრუნავდა. ფილმი ნამდვილად გასაგებია რა. ფილმი კარგია, გადასარევია. კიდევ ერთი რამ ისი კონტროლიც მოგიწევთ, თუ ოსტეოპოროზის თავიდან არიდება გინდათ, არის კვების რაციონი. დარწმუნდით, რომ საკმარისი რაოდენობით კალციუმს ღებულობთ, თუ რა პროდუქტი უნდა მიიღოთ, რომ ოსტეოპოროზისაგან თავი დაიცვათ, ამას გადაცემის შემდეგ ნაწილში გაიგებთ. უღრმესი მადლობა, რომ ჩვენთან მობრძანდით, თქვენ ძალიან კარგი მაგალითი იყავით ჩვენი მაყურებლისათვის იმ შემართებით და იმ ენერგეტიკით, რასაც ახლა ჩვენ გვიზიარებთ და თქვენი ცხოვრების წესი ნამდვილად მისაბაძია, ეს იქნება კუსტვაზე სეირნობა თუ აუზზე ცურვა. დაგემშვიდობებით, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. რეკლამის შემდეგ ექიმები კვლავ ეთერშია, ჩვენ გავაგრძელებთ მეტად საინტერესო საუბარს. რეკლამის შემდეგ თქვენ გაიგებთ საკვებისა და პრეპარატების შესახებ, რომლებიც ოსტეოპოროზს თავიდან აგაცილებთ. ოსტეოპოროზი გახლავთ ძალიან მძიმე დაავადება. რა საკიდან და როგორ უნდა დაიწყოთ ძვლების კონტროლი. ყურადღებით და ფრთხილად ამ დაავადებასთან. რათა მოტეხილობებმა ლოგინს არ მიგაჭირთ დროებით, ან ზოგიერთ შემთხვევაში სამუდამოდ. ექიმები კვლავ ეთერშია, დღეს ჩვენ ძვლების ყველაზე გავრცელებულ დაავადებაზე ოსტეოპოროზზე ვსაუბრობთ. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ უკვე ახსენეთ დაავადების არსი, გავიგეთ, რომ მისი პრევენცია შესაძლებელია ცხოვრების აქტიური წესით. აქვე იმასაც გეტყვით, რომ კვება არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ოსტეოპოროზის, ანუ ძვლების გამოფიტვის თავიდან ასაცილებლად. მინდა ჩამოგითვალოთ ის პროდუქტები, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში. გადავინაცვლებთ მარჯვნივ. მობრძანდით. უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი ეს არის რძე. ის ნამდვილად შეუცვლელია, რადგან კალციუმის ყველაზე დიდ რაოდენობას შეიცავს. ძვლიქსოვლის სამშენებლო მასალაა და ძვლებისთვის ნამდვილად მისწრება. კალციუმის მისაღებად ასევე ძალიან კარგია რძის სხვა პროდუქტებიც, როგორიც არის იოგურტი, ყველი, მაწონი, ხაჭო, უმთავრესი და ძალიან სასარგებლო პროდუქტი და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე თევზეული, მაგალითად ორაგული. ორაგული მართლაც არაჩვეულებრივია იმ კუთხით, რომ ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს D ვიტამინს, რაც ეხმარება ორგანიზმის კალციუმის კარგად ათვისებასა და მის გადამუშავებაში. ასევე D ვიტამინით მდიდარი პროდუქტებია კვერცხი, მოგეხსენებათ და სოკო. შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო პროდუქტი ეს არის თხილეული, განსაკუთრებით ნუში, რომელიც მდიდარია კალციუმით, მაგნიუმით და პროტეინებით. ასევე ძალიან სასარგებლოა მზესუმზირა და გოგრის თესლი.
რომელიც აქ უხვად გაქვს წარმოდგენილი და რეკომენდაციასაც უწევთ მას მიღებას, რა თქმა უნდა, ზომიერი რაოდენობით. ისინი ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავენ ძვლის გამკვრივებისათვის საჭირო ელემენტებს. ამ ყველაფერს ემატება, რა თქმა უნდა, ბოსტნეული სტაფილო, რომელიც არაერთხელ გვითქვამს, რომ ძალიან სასარგებლო და საჭირო პროდუქტია. ბროკოლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ძვლების მშენებლობისთვის და რა თქმა უნდა, თაფლი. თაფლი ეს არის ყველაფრისთვის სასარგებლო პროდუქტი, მაგრამ გარდა ამისა შეიცავს თქვენი ძვლებისთვის საჭირო მინერალებს, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ის შეიცავს ბორს, რომელიც მართლაც აუცილებელია იმისთვის, რომ თქვენი ძვლები იყოს მკვრივი და საღი. ბორს მეგონა ბორში შეიცავდა ყოველდღიური რაოდენობით. მადლობა ნინო, დაგვიბრუნდით, შეიძლება. ოსტეოპოროზის პრევენციისთვის საჭირო საკვები ჩვენ უკვე გავიგეთ, თუმცა კი თუ უკვე გაქვთ ოსტეოპოროზი, მხოლოდ ჯანმრთელი კვებით ამ დაავადებას არაფერი აღარ ეშველება. აქ უკვე ექიმის ჩარევაა საჭირო და მოდით გავიგოთ ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა სინამდვილეში როგორ ხდება. ამისთვის მოდით სტუმარს ვთხოვთ სტუდიაში. მივესალმოთ ენდოკრინოლოგი მედიცინის დოქტორი მარინა ცაგარელი. მოგესალმებით. მირთვით წყალი, თქვენ ძალიან კარგად იცით თუ წყალი რა მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით როცა ოსტეოპოროზზე ვლაპარაკობთ. კალკუმერდა უამრავი მითი არსებობს ამ დაავადების გარშემო. ზოგი ფიქრობს, რომ ის კაცებს არ ემართება, ზოგს გონიათ, რომ ახალგაზრდებს საერთოდ არ ჭირდებათ ოსტეოპოროზზე ფიქრი, ან არასოდეს არ დაემართებათ. კიდევ რა მითები არსებობს ოსტეოპოროზთან მიმართებაში, თუ რამე ისეთი სახალი ცოტა. არსებობს ასეთი მითი, რომ ოსტეოპოროზი არ არის საშიში დაავადება. ეს რა თქმა უნდა ასე არ გახლავთ, იმიტომ რომ საშიში მითი არსებულა უკვე. დიახ, იმიტომ რომ ოსტეოპოროზი გახლავთ ძალიან მძიმე დაავადება, რადგან მისი ყველაზე საშიში გართულება გახლავთ ბარძაყის ყელის მოტეხილობა და ასევე სხვა მოტეხილობები. არის კიდევ ასეთი მითი, რომ ოსტეოპოროზი არ არის ახალგაზრდების პრობლემა და არის დაკავშირებული მხოლოდ ხანდაზმულ ასაკთან. ეს რასაკვირველია არ გახლავთ სწორი, რადგან ოსტეოპოროზი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, იმის გამო, რომ არსებობს ძალიან ბევრი ოსტეოპოროზის გამომწვევი რისკ ფაქტორები. ეს გახლავთ სხვადასხვა დაავადებები, სხვადასხვა მედიკამენტები, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე გენეტიკაც, რადგან ძვლის სიმკვრივე ძირითადად გენეტიკური ფაქტორებით გახლავთ განპირობებული და თუ ამას დაერთო რისკ ფაქტორები, რასაკვირველია ახალგაზრდა ასაკში შესაძლებელია ამ დაავადების განვითარება. ქალბატონო მარინა, ამ დაავადებას როგორც უკვე გავიგეთ, ხშირად ჩივილები არა აქვს, სანამ არ მივალთ რაიმე ესეთ ცუდ შედეგებამდე, როგორც არის ძვლის მოტეხილობა. და ამას აბრალებენ, რომ აი სიბერემიცის დავბერდი, ძვლები მტკივა ან სისუსტემა. აი რატომ უნდა მივიდეს ადამიანი? რა სიმპტომები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ განგაში ზარებს შემოკრას და მივიდეს ექიმთან? საერთოდ უნდა დაელოდოს სიმპტომებს? იცით რა, 50 წელზე უფრო ასაკში რეკომენდებულია აუცილებლად ჩატარდეს ძვლის სიმკვრივის გამოკვლევა. იმიტომ რომ ეს ისეთი ასაკი გახლავთ, როდესაც ოსტეოპოროზის განვითარების რისკი არის მაღალი. რამდენ ხანში ერთხელ კეთდება რეგულარულად ეს კვლევა? ეს არის წელიწადში ერთხელ, თუ ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით არის რეკომენდაცია მიეცით ჩვენ მაყურებელს? წელიწადში ერთხელ გამოკვლევა, ეს გახლავთ ის რეკომენდაციები, რაც არსებობს დღეს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. და ეგ მივადექით მე მგონი დიაგნოსტიკის საკითხს და ყველა საინტერესებს, მათ შორის ჩვენს მაყურებელს, როგორ ხდება ამ დაავადების დიაგნოსტიკა? დღეს დიაგნოსტიკის ოქრო სტანდარტად მიჩნეული არის რენტგენული აბსორბციომეტრია, ეს გახლავთ რენტგენული კვლევის მეთოდი და ძალიან ზუსტი მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია განსაზღვროთ ძვლის მინერალური სიმკვრივე. თუმცა არსებობს სხვა მეთოდებიც, როგორიც არის მაგალითად სკრინინგული კვლევები, ულტრაბგერითი დენსიტომეტრია, რომელიც მოწოდებულია იმისთვის, რომ მოხდეს მოსახლეობის ფართოფენების გამოკვლევა. ჩვენ ამ პროცედურის გავლა აქვე ჩვენ სტუდიაში შეგვიძლია, ოღონდ ამისთვის დარბაზიდან მოხალისე დაგჭირდება. ვინმე თუ არის დარბაზში, ვისაც აქვს სურვილი თავისი ძვლების სიმტკიცე შეამოწმოს. ცოტა საშიშად ჟღერს ეს ფრაზა ძვლების სიმტკიცის შემოწმება, მაგრამ აბსოლუტურად უმტკივნეულო პროცედურაა, უსაფრთხო და მოგზანდით. დიაგნოსტიკისთვის რა თქმა უნდა დაგჭირდება სპეციალისტი. გთხოვთ მიესალმოთ ჩვენთან სტუმრად არის თერაპევტი მანანა შათირიშვილი. გამარჯობათ, მოგზანდით. მე იქით გადავინაცვლებ თუ შეიძლება. დაბზანდით ქალბატონებო. პირველ რიგში გავიცნოთ ჩვენი სტუმარი, თქვენი სახელი? დალი. ქალბატონ დალი, ამდენ წლის ბზანდებით? 53. ძალიან კარგი. ზუსტად ის ასაკია, როცა უნდა დაიწყოთ ძვლების გამოკვლევა. გააქვთ რამე ჩივილები ძვლების მქონე, ან ტკივილი ან რამე დისკომფორტი? ესეთი არაფერი რომ აი უჩიოდე რამეს. მაგრამ გაინტერესებთ რამ მდგომარეობაშია? მაინტერესებს. მზად ხართ? მზად ვარ.
აი ჩვენი სპეციალისტი შეამოწმებს თქვენი ძვლების მდგომარეობას ახლა. დავიწყოთ მაშინ ულტრაბგერითი დენსიტომეტრია, რომელიც გახლავთ ძვლის მინერალური სიმკვრივის გამოკვლევის მეთოდი, პერიფერიული ამ შემთხვევაში, ჩვენ შემთხვევაში ქუსლის ძვალში ხდება ულტრაბგერის გატარება. შვილი ტერმით შეიძლება. არაინვაზიურია, პლუს მისი დადებითი მხარეა ესეც ერთგვარი. კი ბატონო, ქუსლი უკან მიაბჯინეთ ესე მყარად. ეხლა რას ვაკეთებთ? ეხლა ვატარებთ ულტრაბგერას, შემოსხეთ იზოპროპილის სპირტი, რომელიც ეხმარება ულტრაბგერას გატარებაში. ანუ გამოკვლევა აბსოლუტურად უპკივნეულოა და დრო ჭირდება ძალიან ცოტა. ძალიან ცოტა. სკრინინგული მეთოდია, როგორც აღნიშნა ქალბატონმა მარინამ და შესაბამისად ხელმისაწვდომი ფართო მასებისთვის იაფია. ანუ როგორ უნდა მოიკითხოს პაციენტმა ექიმთან რომ მივა, რა უნდა უთხრას, რა ჭირდება, რა გამოკვლევა ჭირდება? ჭირდება ულტრაბგერითი დენსიტომეტრია. ულტრაბგერითი დენსიტომეტრია. კი ბატონო, თქვენი მონაცემი გვაქვს უკვე, ეს გახლავთ. გვაქვს უკვე მონიტორზე პასუხები. კი ბატონო. თქვენი შედეგი გახლავთ -0.5, ეს ნიშნავს, რომ არის ნორმის ვარიანტი. გავუკეთოთ ინტერპრეტაცია ამ მონაცემს, ეს არის, რომ ძვლის მინერალური სიმკვრივე არის -1-მდე არის ნორმა. -1-დან 2.5-მდე გახლავთ ოსტეოპენია, 2.5-ის ქვემოთ არის უკვე ოსტეოპოროზული ცვლილებები. მაგრამ აქვე აღვნიშნեմ, რომ ეს არ არის სადიაგნოსტიკო მეთოდი და ამით ვაფასებთ მხოლოდ მოტეხილობის რისკს. ანუ თქვენ გაქვთ მოტეხილობის დაბალი რისკი ამ შემთხვევაში. თუ იქნებოდა მოდი ახლა მაყურებლისთვის რომ უფრო გასაგები იყოს, ჩვენ ახლა ქუსლის ძვალი გამოვიკვლიეთ, ასე ვთქვათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქუსლის ძვლის მოტეხილობაზე ვლაპარაკობთ, ხო? ეს ყველა ზვალი. ეს ზოგად ინფორმაციას გვაძლევს ძვლის მინერალურ სიმკვრივეზე. თუ ქუსლის ძვალში არის მინერალური სიმკვრივე დაქვეითებული, ეს ნიშნავს, რომ სხვა ძვლებშიც აუცილებლად იქნება დაქვეითებული. მათ შორის ბარძაყის ძვალშიც, რომელიც ყველაზე ხშირად ზიანდება, ყველაზე ხშირად იწყება ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება უპირველესად ხერხემლის მალებში, შემდგომ ბარძაყის ძვალში და ასე ვრცელდება, ამიტომ დასთავარია ქალბატონი დალი, ჯამთელია და მას მოტეხილობის რისკები ძალიან დაბალი აქვს. გილოცავთ კიდევ ერთხელ. შეგიძლიათ ერთი წლის შემდეგ, როგორც რეკომენდაცია მოგცეს. ქალბატონებო, ჩვენ პაციენტს და ჩვენ სპეციალისტებს კიდევ ერთხელ მოგიმაგრება. ნახეთ, რომ დიაგნოსტიკა არ არის რთული პროცედურა, არამედ ძალიან მარტივი პროცედურა, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ოსტეოპოროზი დადგინდება. საერთოდ მკურნალობა ყოველთვის სტრესულია და საინტერესოა, როგორ მიმდინარეობს ოსტეოპოროზის მკურნალობა, რა მეთოდებია, რა გზები არსებობს დღეს თანამედროვე მედიცინაში ოსტეოპოროზის სამკურნალოდ. ოსტეოპოროზის მკურნალობა პირველ რიგში იწყება ცხოვრების სტილის შეცვლით, ანუ რისკ ფაქტორები უნდა ვეცადოთ, რომ ავირიდოთ თავიდან, უნდა მივიღოთ საკმარისი რაოდენობით კალციუმის და D ვიტამინის პრეპარატები და რა თქმა უნდა იქნეს შერჩეული ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო მედიკამენტი. როდესაც დიაგნოსტირებულია ოსტეოპოროზი, მთელი ცხოვრება უნდა სვას ადამიანმა ის პრეპარატი, რომელსაც ექიმი დაუნიშნავს, თუ რაღაცა ეტაპურობა ახასიათებს მედიკამენტის მიღებას. განკურნებადია თუ არა საერთოდ ოსტეოპოროზი, რა არის ეს უფრო მარტივად რომ ახსნათ კიდევ? ოსტეოპოროზის მკურნალობაში ბოლო ხანს ძალიან დიდი მიღწევები შეიმჩნევა, შექმნილი არის მთელი რიგი პრეპარატებისა, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ არა მხოლოდ შევაჩეროთ ძვლოვანი მასის კარგვა, არამედ შექცევადი გავხადოთ ეს პროცესი. არის ძალიან კომფორტული მიღების რეჟიმის მქონე ფორმები, როგორიც არის 3 თვეში ერთხელ, წელიწადში ერთხელ, 6 თვეში ერთხელ მისაღები პრეპარატები და რასაკვირველია, მათ ენიჭებათ უპირატესობა. ყველა შემთხვევაში საქართველოში როგორც დიაგნოსტიკის საშუალებები გვაქვს, ძალიან სასიხარულოა, რომ დაბალ ღირებულებიანი ასევე მედიკამენტები მე მგონი ყველაფერია შემოსული ჩვენს ბაზარზე. დღეს შესაძლებელია საქართველოში რომ სრულიად თანამედროვე დონეზე მოვახდინოთ როგორც ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკა, ასევე ჩავატაროთ მკურნალობა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მარინა საინტერესო ინფორმაციისათვის. ახლა დაგემშვიდობებით. კარგად გრძანდებოდეთ. მოკლედ ჩვენ უკვე ვიცით როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი ძვლები და ლამაზი სხეული სიბერეშიც კი. ასევე გავიგეთ ოსტეოპოროზის მკურნალობის მეთოდები. კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ქალებს 50 წლის ზევით. იყვნენ ყურადღებით და ფრთხილად ამ დაავადებასთან. რათა მოტეხილობებმა ლოგინს არ მიგაჭა ჭროდროებით, ან ზოგიერთ შემთხვევაში სამუდამოდ. ისე ახალგაზრდებსაც უნდა მიმართოთ, მე მგონი რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და მოტეხილობებს. ახლა ყველას მოგეხსენებათ, რომ ზამთრის კურორტების სეზონია, ხალხი დადის სასრიალოდ ბაკურიანში, გუდაურში, სვანეთში და საკმაოდ ხშირია სრიალის დროს გამოწვეული ტრავმები. კი დათო, აბსოლუტურად მართალი ხარ, მე თვითონ ხშირად დავდივარ გუდაურში და იქ საკმაოდ ხშირია ტრავმები. სხვათა შორის მე ამ თემის გამოსაკვლევად გუდაურს ვესტუმრე და გუდაურის ამბულატორიაში შევიხედე და საკმაოდ საინტერესო ვიდეო მოგიმზადე. ესე იგი, მინდა გითხრა, რომ ხალხი იმპერატორ ძალიან ბევრი, ამიტომ აი ეს არის ის, რაც უნდა გეხუროთ ყველა შემთხვევაში თავზე.
საერთო სტატისტიკით სათხილამურო სპორტის ტრავმების 75% დაახლოებით მოდის თავის ქალის ტრავმაზე. მე მაგალითად რო ამოვდივარ უკვე ცნობიერად 7-ად ვარ და ვიცი რომ რაღაცა რომ მოხდეს აქვე არის დამხმარე ჯგუფი რომელიც თავისი ევაკუაციიდან დაწყებული სამედიცინო დახმარების აღმოჩენით დამთავრებული ყველანაირად ეხმარება ადამიანებს. ჩამოვსრიალდით, ეხლა წავიდეთ ქვევით, ვნახოთ ქვევით რა ხდება. ეს არის ამბულატორია გუდაურის. ავტომზია ბევრია დღეს მომართვიანობა? კი, საკმაოდ ბევრია. რამდენი პაციენტი მიიღეთ დღის განმავლობაში? დღის განმავლობაში დაახლოებით 10 საათიდან დაახლოებით 8-10 პაციენტი. 10 პაციენტი აქედან ჩაყავთ ეხლა თქვენ ამბულატორიაში? ადგილობრივათაც დავეხმარეთ და რაც ტრავმები იყო გადავიყვანეთ. აი ხა მიყავთ პაციენტი რეანიმობილით, ქვევით ამბულატორიაში, სადაც აღმოუჩნდება პირველად დიაგნოსტიკა, დახმარება და მერე უკვე გადაწყვეტილებას მიიღებენ ექიმები, თბილისში გაამგზავრონ თუ მეორე პაციენტს ასე ველოდებით რომ აი მეორეც მოუყვანიათ გოგონა კიდე. აი მოვედით ჩვენ გუდაურის ამბულატორიაში. მოგესალმებით. გამარჯობათ. გამარჯობა. კოლეგა კოტე, გადაცემა ექიმებიდან. ბევრი გსმენია თქვენს ამბულატორიაზე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ესე გახსნა და დროულად გახსნა, მე მგონი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ხვდება, რამდენადაც ვიცი და რასაც ეხა ტრასაზე უყურეთ ჩვენ და გადამღებმა ჯგუფმა, უამრავი ადამიანი იმტრევა. თქვენის ნებართვით, თუ შეიძლება დაგვათვალიერებინეთ და ნახოთ რა ხდება შიგნით. ხარია გამოგდებული ჩვენ შვედ პაციენტს. ეხლა გადაიღებენ რენტგენს, დაუსვამენ დიაგნოზს, რა მდგომარეობა აქვს, ექიმი ნახავს, შეაფასებს მერე. ამ ეტაპისათვის გადავსებულია, მინდა გითხრათ, აქაური ამბულატორია და პერსონალი მაქსიმალურ საკეთებს, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა ასეთი დატვირთვა თუ იქნებოდა ამ ლამაზ დაწესებულებაში. რუგეშინია, გაგიulis, რუგეშინია, დაწყნადი დამშვიდი. მოკლედ, ფრთხილად იყავით ახალგაზრდები და მით უფრო ასაკიანები, გუდაურშიც, თბილისშიც და სხვაგანაც და დაგველოდეთ ექიმები რამდენიმე წუთში დაბრუნდება. რეკლამის შემდეგ ყველაფერი ბუნიონების შესახებ. დამოწმეს პრობლემა დაახლოებით 1 წლის წინ. გაიგეთ როგორ გამოვკლავდეთ ფეხის ცერათიძე ძვლის დეფორმაციას და პათოლოგიურ ზრდას. ანუ დიაგნოზი ამ შემთხვევაში რეალურად ლაშა დასმულია. ბუნიონი მეორე ხარისხი. ექიმები კვლავ ეთერშია და გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ ერთ პატარა უხერხულ თემაზე ვსაუბრობთ. ხშირად გინახავთ, ან გეცნობათ, შეიძლება ვინმეს კონდეს კიდევაც, როდესაც ფეხის ცერათიძე ხდება ძვლის პათოლოგიური ზრდა, აი ესეთი დეფორმაცია, აი ამ წარმონაქმს ქვია ბუნიონი. მოდი გრაფიკაზე ვნახოთ, როგორ ჩდება ბუნიონი. ჩვენ სტერფებში პირველ თითთან მდებარეობს ძვლები, მყესები და ხრტილები, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ იმისთვის, რომ წონა თანაბრად გადანაწილდეს ჩვენ სტერფში. ბუნიონი ეწოდება პირველ თითის ძვლის არაბუნებრივ, არანორმალურ ზრდას, დეფორმაციას, რომელიც შეიძლება იყოს როგორც მემკვიდრეობითი, ან შეიძლება წარმოიშვას სახსარზე გამუდმებით მიყენებული ფიზიკური ზემოქმედებით, მაგალითად არასწორი ფეხსაცმლის შერჩევამ შეიძლება გამოიწვიოს ეს ყველაფერი. აი ხედავთ როგორ ხდება დეფორმირება, ძვლის ნაწილი გამოიზნიქება, ასე ვთქვათ, გარეთ, სტერფის შიგნით შეიაბრუნებს პირველ თითს და ხდება სხვა თითების დეფორმაციასაც შეიძლება მეხუთე თითის დეფორმაციაც გამოიწვიოს ასეთ დროს. აი ესეთი ფორმა აქვს მაშინ, როდესაც განვითარებულია ბუნიონი. მეხუთე თითის დეფორმაციას ტეილორის ბუნიონს უწოდება. ეს ბუნიონები სხვადასხვა ზომის და სიმწვავის არის და საკმაოდ მტკივნეულიც არის და ძალიან შემაწუხებელია ხშირად ადამიანებისთვის. ეს არის მართლა ძალიან შემაწუხებელი პრობლემა, განსაკუთრებით ქალებისთვის, რომლებიც ნორმალურ ფეხსაცმელს ვეღარ იცვენ, რამოდენიმე ზომით უფრო დიდი ფეხსაცმელი სჭირდება, თუმცა ამ ფეხსაცმელში ძალიან ცუდად ჩანს დეფორმირებული ტერფი და ქალებს ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის. როგორც ვიზუალურ, ისე მოძრაობითი აქტივობის მხრით. ფეხსაცმელს ვინჩივის, ფეხსაცმელში კიდე შეიძლება ეს ყველაფერი დაამალო, მაგრამ აი თუ ფეხზე გახტაუწევთ, მაშინ უკვე ნამდვილი ტრაგედია. სხვა შორის რამოდენიმე დღეს წინ ერთ ვიდეოს გადავაწყდით ინტერნეტში და არ შემიძლია ეს არ გაჩვენოთ. With everyone in her life, she's gotten good at hiding them. Until now. Baby, you are so beautiful.
unhappy feet. აი სწორედ ამის გამო არიხდიან ხშირად ფეხზე და სადამდე მისული საქმე რითი მთავრდება, ხედავთ, ხო სანამ ოთახში შუქი არ ჩაკრება, არაფერი არ გამოდის რეალურად. არა და საჭირო არ არის არც კივილი, არც შუქის ჩაქრობა. თანამედროვე მედიცინა ამ მიმართულებით ძალიან მშვენიერ გამოსავალს გვთავაზობს. ბუნიონების ძიმე შემთხვევების გამოსასწორებლად შესაძლოა და ძირითად შემთხვევებში ქირურგიული ჩარევა არის აუცილებელი. მსუბუქი დეფორმაცია კი შესაძლებელია რბილი, დრეკადი, ელასტიური, ტალღოვანი ფეხსაცმლის ტარებითაც გამოსწორდეთ. მოდით ბუნიონების თანამედროვე მკურნალობის მეთოდებზე ჩვენს კოლეგებს ვკითხოთ, ჩვენთან სტუმრად არიან გია გვარამიას კლინიკიდან, თავად ბატონი გია გვარამია, ასევე პლასტიკური ქირურგი ლაშა ოსეფაიშვილი. გამარჯობათ. მიირთვით წყალი თუ შეიძლება და გითხარით რა სიახლე არის თქვენთან ბუნიონების მკურნალობაში? ბუნიონი მოგეხსენებათ საკმაოდ გავრცელებული პათოლოგია. პრინციპში მოგეხსენებათ, რომ ეს არის ძვალსახსოვანი პრობლემა და ძირითადად ამ პრობლემას მკურნალობენ ორთოპედები, მაგრამ იმდენად რამდენად იწვევს დეფორმაციას, იწვევს კოსმეტიკურ დეფექტს, იწვევს უხერხულობას პაციენტებისადმი, ძალიან ხშირად ჩვენ მოგმართავენ ხოლმე პაციენტები. შესაბამისად, ბუნიონის მკურნალობა ადრე უფრო ხანგრძლივი იყო, დიდი ხნის რეაბილიტაცია იყო საჭირო. ეხლა მეთოდები იხვეწება, როგორც ყველა ოპერაციასთან დაკავშირებით პლასტიკურ ქირურგიაში. და ბუნიონის მკურნალობა ხდება ძალიან სწრაფი, ძალიან ჩქარი რეაბილიტაციით, პაციენტისთვის კომფორტული, ნაკლებად მტკივნეული და ამისთვის არსებობს ახალი ტექნოლოგიები. ბუნიონის მკურნალობა, როდესაც საწყისი სტადიაა, მაშინ გახლავთ ესეთი პროფილაქტიკური ღონისძიებები, უნდა ფეხსაცმელი ატაროს სწორი, უნდა ატაროს შესაბამისი საფენები, უნდა იქნეს მტერფი აუცილებლად გამოკვლეული თუ რა პრობლემა, რამ შეიძლება მიიყვანოს ბუნიონის განვითარებამდე, მაგრამ როდესაც უკვე ბუნიონი ჩამოყალიბებულია და მით უმეტეს მას ახლავს ტკივილი, ანთება, გაწითლებულია ვერ ისმენს ფეხსაცმელს, ვერ დადის ადამიანის წესიათ, ამ შემთხვევაში სამწუხაროდ რჩება მხოლოდ ოპერაციული მკურნალობა და ეს მეთოდები, როგორც მოგახსენეთ, იხვეწება და იხვეწება დროთა განმავლობაში. სტუდიის მეორე მხარეს გვაქვს აპარატურა, თქვენი კლინიკიდან მოტანილი, რომელსაც ცოტა ხანში გამოვიყენებთ და ვნახავთ ეს ყველაფერი როგორ მუშაობს. მოდით დავაკონკრეტოთ, ვინ არის ბუნიონების განვითარების რისკ ჯგუფში. თუ ოჯახში ასეთი წანაზარდები ვინმეს უკვე ჰქონდა, შესაძლებელია თქვენც გაგივითარდეთ, მაგრამ ამის დამძრავი ფაქტორი მაინც მე მგონი ფეხსაცმელი უნდა იყოს. ეს ასეა, ბატონო ლაშა, ბატონ გია, რას გვიტყვით? კი ბატონო, ეს ასე გახლავთ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ის ფაქტორის ჯგუფში შედიან ქალბატონები, ძალიან მაღალი სიხშირეა, გაცილებით მაღალი ვიდრე მამაკაცებში აღნიშნული პათოლოგიის. ბუნებრივი ამას ხელს უწყობს ის ფაქტორები, რაც თქვენ უკვე ბრძანეთ, ეს არის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხშირი გამოყენება. მეც და ქალების დიდი უმრავლესობას ნამდვილად იმედგაცრუებული დავრჩებით, თუ აგვიგრძელოთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება. გრძელებით არა, მაგრამ გააჩნია ქუსლის სიმაღლეს, ასე ვთქვათ. არ არის საშუალება, თორე ვაჩვენებინებთ ოპერატორს ახლა. დავაკონკრეტოთ, დაახლოებით აი რამდენი სანტიმეტრამდე არის ქუსლი რეკომენდებული რომ ჩაიცვალოს? სასურველია ქუსლის სიმაღლე არ აღემატებოდეს 3-დან 4 სანტიმეტრამდე დიაპაზონში მერყეობდეს. თუ იზრდება უკვე მაღალია 4 სანტიმეტრზე, ეს ზრდის ავტომატურად ბუნიონის განვითარების რისკს და არ მარტო ბუნიონის. არც უქუსლო ფეხსაცმელი არის სასურველი, არ არის ფიზიოლოგიური, მაგრამ ქუსლის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 4 სანტიმეტრს. მე ვიცი რომ ამ შვენიერ ქალბატონს ყოველთვის მაღალი ფეხსაცმელები აცვია ხოლმე, მაღალქუსლიანი ასე ვთქვა და ეხლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა დენი სანტიმეტრია შენი ქუსლის ზომა? აბსოლუტურად სწორი ხართ, როდესაც საუბარია რომ მხოლოდ გადაცემაში, ანუ რაღაც გარკვეულ პერიოდში, რამდენიმე საათის განმავლობაში. მრავალი საათი როცა საოპერაციოში ჩვეულებრივი საოპერაციო ქოში მოცეს, რომ მთელი დღე დასვენებულია. ძალიან ხო, არ გვინდა თავის არიდება. ეხლა ალბათ 8 სანტიმეტრი დაახლოებით. თუმცა ამაზე დიდი ჩემი მჩნევია. კი, 12-იც არის ხოლმე. გადაცემის დროს გაპატიეს, სხვა დროს თუ დაგინახეთ, ვიმოქმედებთ პირდაპირ, ანუ არა და მივაკითხავ, ბატონ გია ხუმა. საათი შეიძლება პრობლემა განვითარდეს. შეიძლება განვითარდეს როგორც ბავშვთა ასაკში და ისევ უკვე მოზარდობის პერიოდში და შემდგომ. რაც უფრო იზრდება ასაკი, რისკი განსაკუთრებით ქალბატონებში ბუნიონის განვითარების ავტომატურად იზრდება. ბავშვებში ვითარდება იმ შემთხვევაში უფრო ხშირად, თუ ეს არის თანდაყოლილი მემკვიდრული წინასწარ-განწყობა. დამტკიცებული არ არის, რომ მაინც და მაინც არსებობს ასეთი გენი, რომელიც იწვევს ბუნიონს, მაგრამ მემკვიდრული წინასწარ-განწყობაში იგულისხმება ზვარსახსროვანი აპარატის სისუსტე, რაც ავტომატურად მომავალში კარგ წინაპირობას იძლევა, რომ განვითარდეს. ანუ ბავშვების კი არ არიან დაცული ამ პათოლოგიით. ძალიან ხშირად შემხედრია აი გოგონებში განსაკუთრებით რომელსაც მალე გაეზარდათ ფეხი და ცხვენიათ რომ დიდი ფეხი აქვს და ამ შემთხვევაში აცვიოთ უფრო პატარა და მოჭერილი ფეხსაცმელი ამ შემთხვევაში შემდგომში ძალიან ხშირად აქვთ ეს პრობლემა მე მინახავს ჩემი თვალით ჩემ რამოდენიმე ნაცნობსაც ქონია და ამბობენ რომ აი ბავშვობაში გცხვენოდა და არ ვამხელდით რომ ფეხსაცმელი გვიჭერდა. სხვათა შორის ამასთან დაკავშირებით დადგენილია რომ იმ ხალხებში იმ კულტურებში სადაც მიჩვეულნი იყვნენ რომ ფეხში სიარულს ასე ვთქვათ
ბუნიანის განვითარების რისკი პრინციპში სადღაც 0-ს უწოდება. შეიძლება რო გითხრათ, საქართველოში დაახლოებით რამდენია პროცენტულად ეს მაჩვენებელი? როგორც დასავლურ ევროპულ წყაროებში ჩვენთანაც დაახლოებით ანალოგიური სტატისტიკაა. 10-დან სადღაც ერთ ქალბატონს აუცილებლად აღენიშნება ბუნიონი. ჩვენ ყავს ერთი არაჩვეულებრივი გოგონა, რომელიც ბუნიოდებმა საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში შეაწუხა. მოდით გავიცნოთ ვერიკო შველიც. დამეწყდა ეს პრობლემა დაახლოებით 1 წლის წინ. ძალიან მიყვარს მაღალხოსლიანი ფეხსაცმელი სიარული, ხშირად დავდივარ და ტკივილები მაქვს, როდესაც მოვდივარ სახლში და უკვე დიდხანს სიარულის შემდეგ უკვე მეწყება რაღაცა ძალიან არასასიამოვნო შეგრძნებები ფეხსტერებზე. როგორც გავიგე, გენეტიკურად გადამოდის ეს ბუნიონი, ბებიას ჰქონდა და ალბათ ამანაც განაპირობა, რომ წარმოიქმნა ჩემს სტერებზე ეს წანაზარი. მაშასე, ვერიკო, დღეს ჩვენი სტუმარი აქვს თოც სტუდიაში. ვერიკო, გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი. ესეთი ლამაზი და მშვენი სტუმარი გყავს, წამოდი ჩემთან. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი. და ამ ესეთ მალულ პრობლემაზე აქ დაბრძანდით და თან მაღალხოსლიანი ფეხსაცმელებით ხარ დღეს ჩვენთან მოსული სტუმრად. როდის შეგაწუხა ამ პრობლემამ? როდის გამოჩნდა ეს ყველაფერი? რას უკავშირებ? ეს არის ფეხსაცმლის ბრალი, გენეტიკის brali თუ რისი ბრალია? რა არის ამისი საწყისი და ამოსავალი წერტილი თქვენი აზრით? შემაწუხა დაახლოებით 1 წელია და არ ვიცი ზუსტად ახლა ვერ კეთყვით, შეიძლება გენეტიკაც იყოს და თან მე ძალიან მიყვარს ხუსლიანი ფეხსაცმელი. რატომაც არა გიხდება? მადლობა. როგორც აქ ჩვენმა კოლეგებმა ისაუბრეს, მაღალხოსლიანი ფეხსაცმელი არის ერთ-ერთი დამძრავი რისკ ფაქტორი იმისა, რომ განვითარდეს ესეთი დაზიანება, რასაც ბუნიონი ქვია. თქვენ რამდენად ხშირად იყენებთ მაღალხოსლიან ფეხსაცმელს? საკმაოდ. რატო სამსახურეობრივი პროფესიული მომდგომარეობა გაქვთ, სადაც ესეთი აუცილებლობა რომ მიყვარს ძალიან და კომფორტი. სიყვარულზეა დაფუძნებული და ზუსტად ამიტომ. ტკივილი თუ გაჩნდა, თქვათ ამ ბოლო 1 წლის მანძილზე. კი, ტკივილი გაჩნდა. რა ტიპის ტკივილია? ანუ თქვენ სიარულისას გაწუხებთ ეს მეტად, როდესაც ფეხსაცმელი გაცვიათ, ღამე არ გაძინებთ ეს ტკივილი? თუ დიდხანს მაცვია ძალიან, ან ხანგრძლივად მიწევს ფეხით სიარული, ქუსლებზე, ამ შემთხვევაში საღამოთი უკვე, როდესაც სახლში მივდივარ და ვიხდი ამ ფეხსაცმელს, მე უკვე მაწუხებს. და სპორტული ფეხსაცმელი არ გიცდიათ, თქვათ, რომ ჩაგენაცვლებიათ, თუნდაც ერთი კვირით ან 10 დღით არ მოუწია მას შვება გარკვეული? რა თქმა უნდა, მიცდია და კი მოუწია. შვება მოუწია. ვერიკო, ჩვენ დაგვჭირდება რომ შევამოწმოთ შენი ბუნიონები და ტერფის ანატომია და დავუსვათ დიაგნოზი, არის თუ არა ეს საოპერაციო თუ შესაძლებელია თერაპიული მკურნალობა ან სხვა რაიმე მეთოდების გამოყენება. მოდი მოსთავსდი სავარძელზე კომფორტულად და ლაშას ვთხოვ რომ გადმოინაცვლოს ჩვენთან და დაგვეხმაროს ვერიკოს ბუნიონების დიაგნოსტირებაში. ვერიკო, დაგახვედრეთ, თქვენი აპარატურა აქ არის, ბურთი და მოედანი თქვენია. ახლა დანარჩენს გისმენთ. გამოვიკლოთ ვერიკოს. პირველ რიგში, როცა ტერფის პათოლოგიაზეა საუბარი, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი გამოკვლევა, ამიტომ ვერიკოს ვთხოვთ, რომ დადგეს ამ ჩვენს ოდომეტრზე. ეს არის ტერფის სპეციალური კვლევა, რომელიც გვაჩვენებს ტერფის სხვადასხვა მონაკვეთის ზეწოლას ზედაპირზე. აი, გამოჩნდა ახლა ვერიკოს ტერფების კომპიუტერული ვერსია, ხო? კი, ეს არის ციფრული ვერსია პოდომეტრის. ფიზიოლოგიურ პირობებში აქ არ უნდა იყოს წვეტა. არც ერთ ხარეს, ხედავთ ორივე ტერფზე, ეს არის ტერფის წინა მონაკვეთი. ეს წინა ტერფი და ქუსლი, ხო? ეს გამოსლი. ანუ წინა ტერფი არ უკავშირდება უკანა ქუსლს ამ შემთხვევაში, ანუ შუალედური ნაწილით არ გასაგებ, ეს არის დიაგნოსტიკის პირველი ეტაპი და ჩვენ მივხვდით, რომ ვერიკოს ტერფი ამ შემთხვევაში ანატომიურად არ არის ნორმალური. შესაბამისად, შემდეგი ეტაპი რა არის კვლევის? შემდეგი ეტაპი გახლავთ უკვე აუცილებლად რენტგენოლოგიური კვლევა. რენტგენის საშუალებით უნდა მოხდეს მისი ძვლოვანი სისტემის შესწავლა. ამიტომ ვერიკოს ვთხოვთ, რომ თუ შეიძლება გადმოინაცვლოს ჩვენსკენ. ეს მინი სუპერპორტატული რენტგენის აპარატია, ხო? ეს გახლავთ რენტგენი, უბრალოდ ფლოროსკოპი, რომელიც ასევე ციფრული ვერსია გახლავთ, შეგვიძლია ვნახოთ კომპიუტერში. გადავიღებთ პირველ რიგში ტერფის წინა ნაწილს, რასაც ურჩივის ვერიკო და ვნახავთ არის თუ არა მართლაც იქ ალუქს ვალგუსი, ანუ ჩვენი ბუნიონი. გადაღებულია. ეს გახლავთ ვერიკოს დიდი თითი. ხედავთ, ეს უკვე გადახრილი აქეთ და პირველი მეტატარსალური. კუთხე აქვს გაკეთებული. კი ბატონო, პირველი მეტატარსალური ჯვარსა და ფალანგს შორის წარმოიქმნება კუთხე, რაც განაპირობებს ჩვენი ბუნიონის განვითარებას, რასაც მუდმივად უჩივის პაციენტი. ანუ დიაგნოზი ამ შემთხვევაში რეალურად ლაშა დასმულია. ალუქს ვალგუსი, ანუ ბუნიონი, მეორე ხარისხი. პირველი სტადიის დროს ერთადერთი ჩივილი გახლავთ ის, რომ უბრალოდ კოსმეტიკურად არ მოწონს და იმის მოცილება სურს. მაგრამ როგორც წესი, დისკომფორტი იწყება უკვე მეორე და მესამე
ხარისხის. რა ჩარევა არის ამ შემთხვევაში საჭირო ვერიკოს შემთხვევაში და რა სახის ოპერაციული მკურნალობა სჭირდება? ვერიკოს შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ბუნიონის მოცილება და მეტატარსალური კუთხის ფიქსაცია და გასწორება. რამდენ დღეში დააყენებთ თქვენ პაციენტს ფეხზე ამ ოპერაციის შემდეგ? პაციენტი პრინციპში მეორე დღიდან უკვე ფეხზეა, მთავარი ერთადერთი შეზღუდვა გახლავთ ის, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში დადის სპეციალური ორთოპედიული ფეხსაცმელი. ეს არის პრინციპში ერთადერთი შეზღუდვა ამ ოპერაციის შემდეგ. ვერიკო, მე მინდა შენ კითხო, ყველაფერი გაიგე. შენ რას ფიქრობ, რას გადაწყვეტ? აუცილებლად მივმართავ ბატონ ლაშას და ალბათ როსაც მირჩევს და დამირჩევს. გაითვალისწინებ რეკომენდაციებს? რა თქმა უნდა, თუ მზად ხარ ცოტა ხნით მაინც ჩამოხვიდე მაღალი ლამაზი კუსლებიდან? ცოტა ხნით კი. ვერიკოს ადრეულ ასაკში რო ქონოდა გამოგლეული ტერფი, რო ყოფილიყო ეს ტერფის გამოგლევის შესაბამის მეთოდები, რეკომენდაციას უფრო ადრეულ ასაკში მიიღებდა. ის რაც საუბარია რომ ფეხსაცმელი რა თქმა უნდა შეიძლება ატაროს მაღალ კურსზე, მაგრამ მუდმივად რო არ ატაროს, აკეთოს გარკვეული ვარჯიშები, აკეთოს გარკვეული ესეთი შესვენების ეტაპებით იყოს ფეხსაცმლის ტარება, შესაბამისად ამ მდგომარეობამდე ფეხს არ მიიღოდა. ანუ ადრეულ ასაკში დიაგნოსტირების შედეგად შესაძლოა აი ესეთი წარმონაქმნები აღარ მივიღოთ. ესეთი წარმონაქმნები არ მივიღოთ და უფრო მეტი აქცენტი გაკეთეს პროფილაქტიკაზე. საიმედო ხელში ხარ, მაგ წანაზარდებს მოიშორებ და თავისუფალი იქნები და კუსლებზეც ლამაზათიული. ძალიან დიდი მადლობა შენი თამამის აქციელისათვის რომ მოხვედი ჩვენთან. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიას, ძალიან დიდი მადლობა ლაშას რომ ასეთი ლამაზი პრეზენტაცია მოგვიწყვეს. დღევანდელ გადაცემაში ოსტეოპოროზი და ბუნიონები დავამარცხეთ. ექიმები ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით, კარგად ვდანდებოდეთ.